მეგობრებო, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კლიენტს, რომელიც ვიდეოს ყურების საფასურად საკმაოდ სოლიდურ ვიტყოდი ხანდახან კონსულტაციის სწორ თანხასაც მირიცხავს ხოლმე თვეში. რა გითხრათ, ეს აუდიო ეძღვნება მხოლოდ მადლობას, არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ტელეგრამის ჯგუფშიც ვიძახდი და აქაც ვიტყვი, რომ ახალ წელ და ახალ წლამდე ძალიან ბევრი ადამიანს თავის ოჯახის წევრებთან ერთად ვახსენდები მე. ძალიან ბევრი ადამიანი მირიცხავს საჩუქრად თანხას, ასე შემდეგ. რა გითხრათ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ზოგი ისეთი ადამიანი ერიცხავს, რომ არც მიგდებს WhatsApp-ში ქვითარს, რომ აი მე ჩაგირიცხეთ საჩუქრად ან რაღაცა. ყოველთვის ეხლა აქედანვე იწყებო, ქალბატონმა მითხრა, რომ ეხლა მე იტალიაში ვარ, მივდივარ საქართველოში და იქ რო წავალ თქვენ საჩუქარს ვეღარ გადმოგიგზავნით, ამიტომ ეს შემგან საჩუქარი თქვენ თანხა გადმოაგზავნა. მეგობრებო, რა გითხრათ? უდიდესი, უღრმესი მადლობა აბსოლუტურად ყველა კლიენტს. ზოგი ვინც აგზავნით ქვითარ, ზოგი ვინც არ აგზავნით და ესეთ მაღალ კულტურას იჩენთ და რიცხავთ თანხას და გსხვენიათ, ხო? ზოგს სხვენია ქვითრის გამოგზავნა. ძალიან დიდი მადლობა. ყველას გხედავთ, ყველას გაკვირდებით და ღმერთმა, სამყარომ, აბსოლუტურად ყველაფერმა 1000-ად გიქციოთ, 1 მილიონად გიქციოთ თითოეული თანხა, რაც თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად, იმიტომ რომ თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად მე გახსენდებით ახალ წელს. ამაზე მეტი დაფასება ჩემთვის მეგობრებო არ არსებობს, რომ მე მაგი ადამიანს, რომელსაც 1 წლის წინ, 2 წლის წინ ჩემთან 2-3 რიტუალი აქვს გაკეთებული და საფული აქვს შეძენილი და მეტი არაფერი და დიდი ხანია წასულია ჩემგან, იმიტომ რომ კარგად ცხოვრობს, ბედნიერად ცხოვრობს, ახალ წელს დაბადების დღეზე და დღესასწაულებზე მე ვახსენდები. არ ვიცი. დიდი მადლობა ყველა ადამიანს. მადლობა, მადლიერი ვარ, ვინც თითოეული ადამიანი მე თანხას მირიცხავს. მადლობის სანაცვლოდ თავისივე ნებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენგანს. არ ვიცი, მეტი რაღა ვთქვა, არ ვიცი. დიდი მადლობა.